არის თუ არა ყირგიზეთისა და უკრაინის შემდეგ რუსეთის მთავარი სამიზნე ბელორუსი და საქართველო ამერიკული გამოცემა Newsweek წერს, რომ კრემლი თბილისში მეორე ბიშკეკის მოწყობას გეგმავს. რაზე მიანიშნებს დუმის დეპუტატი სერგეი მარკოვი და ვისი იმედი აქვს მოსკოვს საქართველოს დესტაბილიზაციაში. ნახეთ, რატომ ამახვილებს ყურადღებას ამერიკული გამოცემა 9 მაისს პუტინი ბურჯანაძე ნოღაიდელი შეხვედრაზე და რას ფიქრობენ ექსპერტები. კრემლის რევანშისტული გეგმები და ყირგიზეთის სცენარის გამეორება. ამერიკული გამოცემა Newsweek წერს, რომ უკრაინასა და ყირგიზეთში მიღწეული წარმატებების შემდეგ მოსკოვის სამიზნედ საქართველო და ბელორუსი იქცა. ჟურნალს რუსი დეპუტატის სერგეი მარკოვის სიტყვები მოჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოს მეორე ბიშკეკს უმზადებს. ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული, რადგანაც ყოველთვის ციხე შიგნიდან ხდება, როგორც ნათქვამია. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ კრემლის გეგმის განხორციელებაში ქართველი ოპოზიციონერების იმედი აქვს. ოპოზიციისა და კრემლის ურთიერთობაზე ყურადღებას Newsweek-იც ამახვილებს. საუბარია 9 მაისს პუტინი ბურჯანაძე ნოღაიდელი შეხვედრაზე. ავტორ სტატიაში ზურაბ ნოღაიდელიც ის განცხადებაც მოჰყავს, სადაც ექს-პრემიერი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში მზადაა ბიშკეკის სცენარი გაიმეოროს. ნოღაიდელის გუნდი სავარაუდოდ ხელშეუწყობს დაძაბულობის შექმნას, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი იტყვიან, რომ გაყალბდა არჩევნები. სცენარის ნაწილია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსკოვში ასეთი სცენარი მართლაც არსებობს და კრემლი ურჩი რესპუბლიკების დასჯას იწყებს. ყოფილი მოკავშირე და უმცროსი ძმა ბელორუსი კი ურჩებს იმიტომ მოხვდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი განაცხადა. ბელორუსის პარალელურად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე უარი დღეს კიევმაც თქვა. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიშენკომ კომერცანტ ვლასტისთან ინტერვიუში გააკეთა. ჩვენ არ ვაპირებთ ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ჩვენთვის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვევების საკითხი პრინციპულია. აქ წერტილს ვსვამთ და აღარ ვაპირებთ გავაგრძელოთ მსჯელობა. ჩვენი პოზიცია ნათელია. ფიქრობ, როგორც ჩანს, რომ დასავლეთი ჯერ კიდევ ისე გამოფხიზლებული არის და სანამდროა უნდა მოასწროს ურჩი რესპუბლიკების დასჯა. პირველად ცხადია საქართველოა, მეორე ბელორუსია, ვინც ესე ვთქვათ, ვარი თქვა ინტეგრაციაზე რუსეთთან ჯერ და მერე ვარი თქვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. და ამავე დროს ხდება ისე, რომ ვინც რუსეთს ესე ვთქვათ შემოუბრუნდა უკრაინა მაგალითად მოახერხოს მოასწროს უკრაინის ბოლომდე ინტეგრაცია. ცხადია ერთ-ერთი მტკივნეული რუსეთისთვის თემა ბელორუსთან დამოუკიდებლობაში არის ეს, რომ ლუკაშენკო ამბობს უარს ცხინვალის და სოხუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. რუს ექსპერტთა ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ბიშკეკის გამეორებას გეგმავს. კონსტანტინ ბარავოის განცხადებით, რუსეთში მართლაც განიხილება გეგმა, რომელიც საქართველოში არასტაბილურობის შექმნისკენაა მიმართული. ეს მათი ტექნოლოგიაა, მათი ხერხი. რუსეთის საგარეო პოლიტიკა უკვე რამოდენიმე წელია სპეცოპერაციებისა და პროვოკაციების ნაკრებად გადაიქცა. მათ ვერაფერი შეუშლის ხელს იგივე ტექნიკა ბელარუსის და საქართველოშიც გამოიყენონ. ჩვენ ვხედავთ, როგორ აქტიურად თანამშრომლობენ ისინი ქართულ ოპოზიციასთან. დიდი ფული იხარჯება მათ შორის საქართველოში ოპოზიციის შეიარაღებაზე. ყირგიზეთის სცენარის საქართველოში ზუსტად განმეორება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ამ ტექნიკის გამოყენება მაღალი ხარისხის არასტაბილურობის შესაქმნელად და ხრიე წყალში თევზის დასაჭერად ალბათ შესაძლებელია. არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ განიხილება კიდეც სერიოზული ანალიტიკოსების მიერ და შეიძლება ნებისმიერ მომენტში განხორციელდეს. ყირგიზულ სცენარზე დღეს მინიშნება ალბათ არც თუ ისე მოულოდნელად და რაც მთავარია მოსკოვში გააკეთა საქართველოდან გადახვეწილმა ლევან პირველმა, რომელიც მისი თქმით ოპოზიციასთან ფარულ და ღია მოლაპარაკებებს აწარმოებს. პირველი ამბობს, რომ ქართული ოპოზიციის ევროპულ საკოორდინაციო საბჭოს ქმნის, რომლის რიგებშიც ქართულ პოლიტიკოსებს ეპატიჟება. ახალი საბჭოს მიზანი ევროპაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შესახებ კომპრომატების გამოქვეყნება და საერთაშორისო ასპარეზზე მისი სახელის დისკრედიტაცია იქნება. მე ძალიან ეჭვმეპარება რეალურად რომ ყირგიზეთში იქ კრემლის გაკეთებულია. მე უფრო ღმათ ვიცი მათემატიკა, მაგრამ უფრო კარგად რო ვიცოდე, მაგისთვის ბატონი აკაევი ყავს დაპატიჟებული ჩვენ ვენაში. ეს საშიშროება, ვიღაცის საშიშროება და ვიღაცისთვის შველა, ხო? ეს რეალურად დგას ეს საკითხი. ზუსტად მაგისთვის ეწყობა ეს კონფერენცია, რომ გავარკვიოთ საერთოდ რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ჩვენ თავს. ვენაში ქართველები კონფერენციაზე ლევან პირველმა და პეტერბურგელმა ალექსანდრე ებრალიძემ იგივე ალიკ ბაზარმა ერთხელ უკვე მიიპატიჟეს. მაშინ საქართველოდან კონსტანტინე გამსახურდია, ზურაბ ტყემალაძე, ნუკრი ხანთარია და მალხაზ გულაშვილი წავიდნენ. ტყემალაძემ არაოფიციალურად მიპატიჟება უკვე მიიღო. ზუსტად არ იცის რა საკითხები განიხილება, თუმცა მაინც მიდის. მოვაბუნებრივია მიწოვა მოწოვას და
პროგრამაც, თემატიკაც ამასთან დაკავშირებით და მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, წავალ და მივიღებ მონაწილეობას. ლევან პირველი ვარდების რევოლუციამდე პოლიტიკასა და ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული. ჰქონდა ბიზნეს ინტერესები ენერგეტიკაში შევარდნაძის ახლო ნათესავებთან, ახლედიანებთან ერთად. ის მონაწილეობდა კორუფციულ სქემაში, რომელიც ყველაზე მძიმე წლებში საქართველოსთან თურქეთში ელექტროენერგიის იმპორტს უკავშირდებოდა. ყველაზე მსხვილი და სკანდალური კორუფციული სქემა იყო ლევან პირველის კომპანია Anglo Oil-სა და საქენერგოს შორის. გარიგების შედეგად საქენერგოს პირველის კომპანიის მიმართ 42 მილიონი დავალიანება დაუკრავდა. ლევან პირველი სახელმწიფოსგან დავალიანების დაფარვას მოითხოვდა, რასაც იუსტიციის სამინისტროს თანხმობა სჭირდებოდა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მის სახელს უკავშირდება რესტორან თამარიონში 21 წლის ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობა. მაშინ დანაშაული თავის თავზე ლევან პირველის დაცვის თანამშრომელმა აიღო, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ ციხიდან გამოსვლისთანავე საეჭვო ვითარებაში მოკლეს. ამ ინციდენტების შემდეგ პირველმა საქართველოს დატოვა. ამჟამად ლევან პირველი ვენაში ცხოვრობს, მას კავშირები აქვს საქართველოსთან გაქცეულ ასლან აბაშიძესთან, კრემლის კარზე მოღვაწე ქართველ ოლიგარქებთან, რომლებიც ბოლო დროს ქართული პოლიტიკის და ოპოზიციის ერთი ნაწილის მიმართულებით განსაკუთრებულად გააქტიურდნენ. პირველს კავშირები აქვს ვენაში და ზოგადად ევროპაში მცხოვრებ ქართულ კრიმინალურ ავტორიტეტებთანაც.